რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა. ანგარიში ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში, რომელშიც აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მაჩვენებელია მოცემული, წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე დიდი ზრდა საქართველოსშია მოსალოდნელი. 4 წელი იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, როგორც მოგეხსენებათ, საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 9.4% 2021-24 წლებში, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტზე, ჩვენს რეგიონში, ფართო რეგიონში და მოხარული ვართ, რომ წელსაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება იანვარ-ივლისის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8%, რაც ასევე არის ნომერ პირველი მაჩვენებელი კონტინენტზე და ჩვენს ფართო რეგიონში. თქვენ გახსოვთ, რომ წლის დასაწყისში იყო უარყოფითი პროგნოზები, შეგნებულად წარმოებდა უარყოფითი კამპანია, ნეგატიური კამპანია ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც პრინციპში გარკვეული საფუძველი შეუქმნა დეკემბრის მცირე ვარდნამ, რაც ჰქონდა ჩვენ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, პროგნოზირებულთან შედარებით რამდენიმე პროცენტით იკლო ეკონომიკურმა ზრდამ პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე. თუმცა, როგორც ხედავთ, ჩვენ იანვრიდან მოყოლებული უკვე შევძელით ძველი ტენდენციების დაბრუნება და წელს გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ასევე ზუსტად გუშინ თუ დღეს გამოქვეყნდა EBRD-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის პროგნოზის თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი ამოცანა ბუნებრივია ამ ტენდენციის შენარჩუნება და ამ კუთხითაც თქვენთან თანამშრომლობას ენიჭება ჩვენთვის ბუნებრივია განსაკუთრებული მნიშვნელობა. 2022-24 წლებში 185,000-ით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში და საშუალო ხელფასი გადასცა 2,200 ბარს, როდესაც დაახლოებით ამის ნახევარი იყო მაჩვენებელი 2021 წლისთვის. ასევე პირველად ისტორიაში 90 წლების შემდეგ დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც ჩარჩა 9.4% შეადგინა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით და ტენდენციებით ჩვენ შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ საშუალოდ იმ პერსპექტივაში სიღარიბის ძალიანად აღმოფხვრაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია ლარის კურსის სტაბილურობა. ამ კუთხითაც თქვენ გახსოვთ, რომ იყო უარყოფითი პროგნოზები დეკემბერში, იანვარში, ეგრეთ წოდებული ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით. მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3 ლარსა და 1.10-ს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი. თუმცა, როგორც ხედავთ, სხვა მონაცემები გვაქვს და იანვრის შემდეგ 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით არის კურსი და იანვარ-აგვისტოს განმავლობაში $1.5 მილიარდით შეავსო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები, რაც არის სარეკორდო მაჩვენებელი ჩვენს ისტორიაში. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია გიმას მიზლოთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე. დღევანდელი კონფერენციის თემა საქართველოს ეკონომიკა, მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები. ჩვენი ყოველწლიური კონფერენცია ერთგვარ ტრადიციად იქცა და ჩამოყალიბდა და ბუნებრივია ესეთ გაფართოებულ ფორმატში საუბრები და პრეზენტაციები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესზე, ღია დიალოგი და დისკუსიები საქართველოს მთავრობასთან ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია. ჩვენ ნამდვილად დარწმუნებული ვართ, რომ დღევანდელი კონფერენციის მსვლელობა გამორჩეული იქნება ღირებული იდეებით და ხედვებით, რაც საქართველოს კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ასპარესზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დასრულებულია. მიხეილ ყაველაშვილმა და მთავრობის წევრებმა გამომგზავრებამდე ვიზიტი შეაჯამეს. პრეზიდენტის განცხადებით, მას დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე ჰქონდა შესაძლებლობა ამერიკის პრეზიდენტისთვის გაეჟღერებინა მთავარი გზავნილი, რომ საქართველოს სურს ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება. გარდა ამისა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა. რა თქმა უნდა, მასთან მისალმება ჰქონდა თბილი და შემდეგ, რასაც საზოგადოება ყოველთვის ელოდება, მე მას განუცხადე, რომ დრო არის, რომ დაიწყოს ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან. მან გამიმეორა, დიახ, მიხედავს ამ საკითხს. შემდეგ მე კიდევ გავიმეორე, რომ აუცილებელია და უკვე დრო არის, რომ ჩვენი ურთიერთობა დაიწყოს და ის დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს და დამიკავშირდება და დაველოდოთ მის პასუხს. ეს იყო მისი პასუხი, მქონდა არაერთი, ასე ვთქვათ, სხვა შეხვედრებიც.
ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან. უკვე მე-6 დღეა ჩვენ აქ ვიმყოფებით და კიდევ ერთხელ დავწმუნდი ქართულ საზოგადოებას, ჩვენ საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ საქართველოს სწორ გზაზე დგას ის გზავნილები, რომელიც გაეროს ტრიბუნიდან გაჟღერდა, არაერთმა ლიდერმა ისაუბრა ღირებულებებზე. აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა, სადაც ღირებულებებს, რომელიც ის შეეხო, ჩვენ ბოლო წლებია პრინციპში ამ პრინციპებს ვიცავთ. ეს ეხებოდა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტს, კულტურის დაცვას, საკუთარი ქვეყნების პირველ ადგილზე დაყენებას და ყველას მოუწოდებდა, რომ მიხედეთ თქვენ ქვეყნებს და ჩვენ უკვე დიდი ხანია ეს პროცესი დაწყებული გვაქვს. ეს არის მნიშვნელოვანი ღირებულებები, ასევე შეეხო ოჯახსაც და წმენის თემასაც, რომელსაც ჩვენც ესე მაგრად იცავს ჩვენი ქვეყანა. დღეს მქონდა გენერალურ მდივანთან, ბატონ გუტიერეშთან შეხვედრა და მანაც აღნიშნა, რომ ძალიან დიდ ზეწოლას გაუძელით და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ესეთი სწორი გზა გაქვთ არჩეული საქართველოს მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების, ამას ყველა ხედავს, ყველა აღნიშნავს და ძალიან სასიამოვნოა ეს შეფასებები, რომ კეთდება. ეს ძალები, რომლებიც სულს ხაფავენ და ებრძვიან არა მარტო საქართველოს, არამედ დავინახეთ ხო ტრამპსაც და იმ ძალებს, რომელსაც სხვა ინტერესები აქვს. ეხლა Deep State და გლობალურ რომის პარტიას ვიძახით, მაგრამ პრინციპში ეს ემთხვევა ერთმანეთს, რომ ვისაც არ უნდა ომის დამთავრდება და ვისაც უნდა რომ ეს კონფლიქტები გაგრძელდეს და ის ასე ვთქვათ მოვლენები, რომელიც დღეს საქართველოში ვითარდება და ეხლა ამ არჩევნებზე აკეთებენ აქცენტს, რომ თითქოს რაღაცა უნდა მოხდეს და ასე შემდეგ, იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაბედავს, ვიყოთ მყარად, ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ, რაზე დგას დღეს ჩვენი ასე ვთქვათ პრინციპი რა დაიცვა ქართველმა ხალხმა და ქართველმა ხელისუფლებამ, ეს ხელის გულზე ჩანს. დავიცავით რა, დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი, დავიცავით ჩვენი მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ეკონომიკა. ეს სამი პოსტულატია დღეს მოთხოვნა ყველა ქვეყნებისთვის, რომ როგორმე მშვიდობა დამყარდეს, როგორმე იყოს ეროვნულ ინტერესებზე აგებული ხელისუფლება და სახელმწიფოები და განვითარდეს ეკონომიკა, ხო? ამაზე არის აქცენტი გაკეთებული და ამას ვერ ახერხებენ ის ქვეყნები, რომელიც დამოკიდებული არიან, სხვისგან მართული არიან. ისაუბრა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რაც აქტუალურია საქართველოსთვის. ასევე მქონდა შეხვედრა გენერალურ მდივანთან და მასთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოს ხედვებზე, თუ როგორ ხედავს საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიანი წევრი იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს ამ ორგანიზაციის ფარგლებში და რა თქმა უნდა, თუ როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი სამშვიდობო პროცესებს. საქართველოსთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი, რაც რჩება, ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების როლი, თუ როგორ უნდა გადავდგათ ნაბიჯები კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისკენ. მე შემიძლია მხოლოდ დადებითად შევაფასო მთლიანად ვიზიტი და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა სამომავლოდ ახალი პერსპექტივების გაჩენისთვის თანამშრომლობის კუთხით, საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ისე რა თქმა უნდა, საერთო ფორმატებში, რომელიც გულისხმობს მრავალმხრივ ჩართულობას. მუშაობთ, რომ დაუცვალ ჯგუფებსა და სოფლად მცხოვრე მოსახლეობას თანაბარი წვდომა ჰქონდეთ ჯანდაცვის სერვისებზე. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. თემა კი არაგადამდები დაავადებების პრევენცია და კონტროლი, ასევე მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა იყო. განვახორციელეთ რეფორმები როგორც სამედიცინო მომსახურების მიწოდების, ისე ფარმაცევტული პროდუქციის რეგულირების მიმართულებით. ავამოქმედეთ რეფერენტული ფასებისა და მედიკამენტების პირდაპირ შესყიდვის მექანიზმები. ამ ნაბიჯებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ფინანსური წნეხი ქრონიკული დაავადებების მართვისა და ონკოლოგიური პრეპარატების ხელმისაწვდომობისთვის. ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველომ გაზარდა დაფინანსება კიბოსა და სხვა ქრონიკული დაავადებების ინოვაციურ მკურნალობაზე. ასევე გააფართოვა იშვიათი დაავადებების პროგრამა. არაგადამდები დაავადებების პრევენცია და მართვა არამხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტია, ეს არის მორალური ვალდებულება. მომავლისკენ მიმავალ გზაზე მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ საერთო მიზნების მისაღწევად. ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვრით შეშფოთებულია და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას. ძალიან ლოგიკური, იმიტომ რომ ხედავთ ქართული ოცნება ბოლო წლების განმავლობაში, როგორ მიდის უკუსვლით დემოკრატიიდან და დემოკრატიას ცდილდება შესაბამისად ევროკავშირი მუდმივად ცდილობს, რომ შანსები მისცეს ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ევროკავშირს ჯერა ქართველი ხალხის განწყობის და იმას, რომ ქართველი ხალხი რეალურად იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას. თუმცა ქართული ოცნების ქმედების ცვლილება უკეთესობისკენ არა თუ არ ჩანს, არამედ პირიქით მიდის ვარესობისკენ. ამ განცხადებაში მე როგორც ამოვიკითხე, ასევე იგულისხმება საარჩევნო გარემო და საარჩევნო პირობები, რაც სამწუხაროდ დღეს არის გაუარესებული და ქართული ოცნების პოლიტიკა პირიქით საარჩევნო გარემოს ყოველდღიურად დაუარესებს. მსგავსი ტიპის განცხადებას აკეთებს ყველა და უკვე ძალიან ბევრი თვეა, ხო? იგულისხმება ის, რომ არ უნდა მიიღონ კანონები, რომელიც სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებს ხვდავს, არ უნდა დააკავონ პოლიტიკური ოპონენტები და ევროპული ინტეგრაციის პროცესი, რომელიც შეაჩერეს და რიტორიკა, რომელიც არის კაფიოდ ანტიდასავლური და კონფრონტაციული, უნდა შეჩერდეს. ანუ სისტემური გადატვირთვის, ასე ვთქვათ, მოთხოვნა აქვს ევროპას ძალიან დიდი ხანია, თუმცა იუანიშვილისგან კაფიოდ ჩანს, რომ ის არ აპირებს არანაირი გადატვირთვას, ამიტომაც ქართული ხალხის მიერ არის ისევ ყველაფერი გასაკეთებელი. აბსოლუტურად მიუღებელი და აბსოლუტურად გაუაზრებელი განცხადებაა, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს არანაირი პოლიტპატიმარი, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ბრალი წარდგენილი, ეფუძნება კონკრეტულ მტკიცებულებებს, მოძალადე, რომელიც მიზანმიმართულად ცეცხლს უხსნის სამართალდამცველს, რომელიც არის გადამზადებული და მომზადებული წლების განმავლობაში და ის თავს ესხმის სამართალდამცველს, არ შეიძლება რომ მას პოლიტპატიმარი უწოდოთ, ხო? იგივე მაგალითად ერთი კვირის წინ საფრანგეთში, პარიზში, ნანტსა და ლიონში მოხდა საპროტესტო აქციები, სადაც 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და ათეულობით ადამიანი მძიმედ დაშავდა. ეხლა მე მინდა ვკითხო ამ ადამიანებს და ამ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ განცხადებით ჩვენ მოგმართავენ. არიან თუ არა ის 300-ზე მეტი ადამიანი, დაკავებული ადამიანი პოლიტპატიმარი, რომლებიც თუნდაც წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს პარიზის ქალაქებში, ხო? ამიტომ ეს არის იგივე ორმაგი სტანდარტი, რაზეც ჩვენ საუბრობთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას და ჩვენ ვითხოვთ დისკუსიას. და თუ ისინი გამოხატავენ მზაობას დისკუსიისთვის და დიალოგისთვის, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამისთვის. ორგანიზაცია მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მასშტაბით დააკვირდება. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რატი აბაკელიას თქმით, ორგანიზაციამ საარჩევნო ადმინისტრაციისგან 17 სექტემბერს მიიღო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსი. ამომრჩეველთა ლიგა არჩევნების პროცესს საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დააკვირდება. ჩვენი ყველა დამკვირვებელი, ვინც იქნება საუბნო საარჩევნო კომისიაში, ყურადღებას მიაქცევს ამ პროცესს. როგორ წარიმართება პროცესი? რეალურად დამკვირვებელს აქვს ორი მანდატი, ესე ვთქვათ, და ორი ბერკეტი იმოქმედოს კანონის ფარგლებში. ეს არის პირველი, თუ დაინახავს დარღვევას, მიუთითოს საუბნო საარჩევნო კომისიას და მოითხოვს ხისირი აღმოფხვრა და მეორე არის საჩივრის დაწერა.